ქალბატონო ნატო 4 დღის განმავლობაში მუდმივად ეს თემა არის, რომელმაც გადაფარა ყველა თემა. რა ანალიზს აკეთებ და რა შეფასებას თქვენ კონკრეტულად? მოგესალმებით პირველ რიგში. მინდა პატრიარქს უსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა და უმოკლეს დროში დაუბრუნდეს თავის ქვეყანას. თუმცა ქვეყანაში თუმცა ქვეყანაში საკმაოდ ისეთი შოკური მდგომარეობა მე მესმის და აბსოლუტურად ყველა ადამიანის შეგძრა ამ ინფორმაციამ და სამწუხაროა ეს ყველაფერი მოხდა ეს თუ არ მოხდა ეს უკვე არის ალბათ გამოძიების საქმე მაგრამ რაც მთავარია ჩვენ არ უნდა ავყვეთ შემდგომ ინტრიგებს მე უკვე ვაკვირდები და ჩემი ანალიზით ხდება უკვე პატარ-პატარა ინტრიგები რაღაცა არეულობები რაღაც შიდა დაპირისპირებები მე არ მესმის რომ თუ ეკლესიაში რაიმე ხდება მოდი ეს ეკლესიას მივანდოთ, წმინდა სინოდს მივანდოთ, ნუ გამოვიტანთ ამას გარეთ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი საქმე. უწმინდესი მოუვლის ამას, უწმინდეს შესწევს ამის ძალა და თუ კი ამდენი წლის განმავლობაში ესე სუფთად მოიტანა უწმინდესმა ყველაფერი, მოდით ნუ განსჯით, ნუ რავის, ნურც მამალაძეს, ნურც პროკურატურას, ახლა მე პროკურატურის ადვოკატად ვერ გამოვდგები და არ გამოვდგები. თუმცა პირველ დღეს გაკეთებული და დღეს გაკეთებული განცხადებები თქვენთვის კითხვის ნიშნებს არ იწვევს, ანუ განსხვავებებს ვერ ხედავთ. იცით რა, მე უკვე იცით რა, ჩვენ ახლა ისეთი აცრები გვაქვს გაკეთებული, ახლა მოდებლირებული ქრონიკის შემდეგ, ახლა მე დღეს ვერ დავიწყებ იმაზე საუბარს, იცით რომ აი პროკურატურამ ესე თქვა თუ ისე თქვა. იმხელა ტრაგედია იყო ჩვენთვის, ჩემთვის პირადად მოდებლირებული ქრონიკა, რომ ნამდვილად სასწრაფო დამჭირდა. ეს არ იყო პატარა ამბავი. აქედან გამომდინარე, მე დღეს ახლა ისე დიდ მნიშვნელობას აღარ ვანიჭებ. ფაქტია, რომ ფაქტი აღმოიფხრა, ფაქტია, რომ რაღაცა მტკიცებულებები არსებობს, ცუდი, კარგი, ამას გაარკვევს გამოძიება, მაგრამ იცით ახლა ჩვენ ჩასაფრების პოზიციაში ყოფნა არ მესმის. იცით, აი ვაკვირდები, რომ ჩასაფრებულია სრულიად სოციალური ქსელი, რაღაცა ზოგიერთი ჟურნალისტი, ყველა რაღაც აი იმან ისე არ თქვა, ამან ესე გასაგებია, ჩვენ ყველამ ვინერვიულეთ. თვით პროკურორიც კი ბატონო ჟურნალისტები უნდა გაიცნო. აი ჟურნალისტი ზაზა სვანაძეა და მან ასე ვთქვათ გააპროტესტა. დიახ ზაზა გისმენ. ქალბატონო ერთი წუთით ეხა იმდენი სკანდალი მოგვისმენია გაგვიგია გვინახავს ვატიკანიდან დაწყებული და სხვა რუსეთის პატრიარქს საათი ძვირფასი საათი აღმოუჩინეს და რუსული მედია ამას ატრიალებდა ერთი თვის განმავლობაში რომ 200,000-იანი შვეიცარიული საათი და საიდანო. რას ამბობთ თქვენ ეხა ამ შემთხვევაში პარალელი არ არის პირდაპირ ჟურნალისტები წერთ სტატუსებს ვეხმიანებით თემებს. დრო გეგთანხმები ჟურნალისტი იმისა, მაგრამ მე სხვა რამე ვთქვი თუ მისმენ, რომ ჩასაფრებულ პოზაში არ უნდა და პოზიციებში არ უნდა ვიდგეთ, აი ესეთი ტრაგედიის თუ არა ტრაგედიის შემთხვევაში. ეს რომ არ ყოფილიყო ეკლესიიდან წამოსული, მე და თქვენ ვერ მოვიგონებდით ქალბატონო ამ ისტორიას და არც აიწეოდა თემა, ხო, ამ ცნობილ გადაცემაში ვთქვა, სადაც ეკლესიიდან რომ არ ყოფილიყო ოქროზე და ვერცხლზე მოთხოვნა და ვაჭრობა სამწუხაროდ და აი ამის შედეგად შიდა სკანდალები ეს გარეთ არ გამოიფინებოდა ეს შიდა სამზარეულო თეთრეული საპატრიარქოსი ხომ ეთანხმები ზაზა მოდი ერი და ბერი ხო არსებობს არა მოდი ბერმა თავის საქმე გაარკვიოს და ჩვენ გვაქვს უფლება გამოვთქვათ ჩვენ საქმეს გაუძღვეთ დავმშვიდდეთ იცით რა სიყვარული აღარ არსებობს მე მგონი ერში აგრესია მოდის სიუჟეტიდან აგრესია მოდის რაღაცა აი დაპირისპირება რაღაცა არ გამოვა ეს საქართველოა თუნდაც პატრიარქის პატივისცემით ის მაინც შევიკავოთ თავი და ვაცადოთ ჩვენ უწმინდეს და უნეტარეს ჩამოსვლა საქართველოში და ის დაალაგებს დაამშვიდებს ეს როგორც ეს აქამდე იყო ეს ჩასაბრების პოზიცია მიუღებელია იცით რა ეს ცოტა სხვა მხრივაც რომ მიუდგეთ ამას არ არის სუნთლად ეკლესიიდან წამოსული ზაზა კარგი ანალიზის უნარი გაქვთ და მოდი ცოტა ღრმად შევიდეთ მე გადავალ ახლა ზაზასთან სწორედ ამ შეკითხვით
დიახ, დაასრულეთ, აი თქვა მანდ ბატონმა მერაბმა ერთი წუთით რომ ესე იგი სხვადასხვა ქვეყნებში ეს გაჟღერდა, ესე იგი რა, საქართველო, ანუ იმ ზღვარზეა, რომ ჩვენ ანტიპიარი გაგვიკეთდა, რომ აი ამ ხელა იერარქიის, ამ ხელა წოდების უწმინდეს და უნეტარეს სწავლავდნენ. მოდით რა, ეხლა ცოტა ღრმად თუ შევალთ, ამას ალბათ სხვა ადამიანები უფრო მეტად და უფრო ალბათ ჩემზე კომპეტენტურები შევლენ ამ პოლემიკაში და მიხვდებიან, რომ აქ მარტო შიდა დაპირისპირებაზე არ არის საუბარი. და ეს სხვათა შორის ბევრ პოლიტტექნოლოგიებშიც გამოიყენება, აი ესეთი უმსგავსო, მოდით ხრიკები დავარქვათ რა. მადლობა ქალბატონ ნატო, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა.